მოგესალმებით მეგობრებო, დღეს როგორც ყოველთვის კვირა დღეს იმართება უკრაინელების აქცია. დღეს არის უკვე 3 წელი რაც რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რამე თუ 21 საუკუნეში ასეთი ბარბაროსული ომის წამოწყება არის ცივილიზებული სამყაროსთვის ომის გამოცხადება და 21 საუკუნისთვის ომის გამოცხადება და უყურებთ რომ დღეს უფრო მეტი ადამიანია ვიდრე საერთოდ მოდიოდნენ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ ისინი არიან ერთიანი და იბრძოლებენ ბოლომდე დღეს გააკეთეთ დემონსტრირება არ შეეგუებიან და იბრძოლებენ ბოლომდე და ევროპის ყველა ქალაქში, ყოველ შემთხვევაში ბრიუსელში დასტარდება და ყველგან ტარდება აქციები და აგერ 103 წელი ხდება რაც ჩვენ 25 თებერვალი დაგვმართენ, დაგვიყრენ, დედაგვიტირენ, გაგვანადგურენ, გავძარცვენ, ღირსება შეგვილახენ ჩვენ სულში, ჩვენ ტრადიციებში, რუსული დედააფეთქებული თვისებები შემოიტანენ, გაუტალობა, ზიზღი, ბოღმა, რავი, ყველაფერი უბედურება, თუ რამე ქონდა რუს ერს შემოიტანენ ქართველ ერში. და ახლა დგება გადამწყვეტი დრო საქართველოსთვის. და მე მინდა ყველას მოუწოდო საქართველოში ყოფ, ჩემ მეგობრებს, ჩემ ახლობლებს, ვისაც ჯერა ოდნავ ჩემი მაინც 25 თებერვალი უნდა გადავაქციოთ ბოლო დღედ ამ ხელისუფლების და ბოლო დღედ რუსეთის ყოფნის საქართველოში. მოგიწოდებთ ყველას 25-ში დავირაზმოთ და აუცილებლად გავიდეთ ქუჩაში და დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ემიგრაციაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, მე მზადა ვარ 25-ში დავდგე ქუჩაში მარტოც რომ ვიყო და გავაპროტესტო რუსეთის შემოსვლა საქართველოში. მადლობთ ყურადღებისთვის.